ბათუმის აეროპორტის სახურავი ჩაინგრა, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ გადაადგილდება. სასწავლო პროცესი დღესაც შეჩერებულია. ბათუმში თოვლის საფარი 9 მეტრზე მეტია. რა ხდება აჭარაში, თამარ თედიაშვილი აგრძელებს დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ბათუმში აღარ თოვს, დილიდან შეიძლება ითქვას, რომ აღარ უთოვია, ვითარება შედარებით სტაბილურია. თოვლმა გზის სავალ ნაწილზე თავად დაიწყო დნობა, შესაბამისად ავტომობილებით გადაადგილება გახდა უფრო შესაძლებელი, ასევე მოქალაქეებიც ბევრად მარტივად გადაადგილდებიან ქუჩაში და თავისი ძალებით დღეს უკვე ნიჩბებით თუ სხვადასხვა საშუალებებით წმენდნენ როგორც შიდა ქუჩებს, ასევე ეზოებსა და სხვადასხვა ადგილზე მისასვლელებს. რაც შეეხება აეროპორტის საკითხს, აეროპორტში გუშინ საღამოს ინტენსიური თოვის დროს ჩამოინგრა შესასვლელ ნაწილში სუბუქი გადახურვა, რა დროსაც იქიდან გამომდინარე, რომ რეისები იყო გადადებული, არც მგზავრები იმყოფებოდნენ ადგილზე და არც პერსონალის დიდი ნაწილი, შესაბამისად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. საკმაოდ პრობლემები შექმნა აჭარაში 4 დღიანმა გადაუღებელმა თოვამ, როგორც აღნიშნეთ, თოვლის საფარი ამ წუთებშიც 9 მეტრს აჭარბებს და გუშინ და წინა დღეების განმავლობაში სხვადასხვა ხეების მოტეხვის შემდგომ, ასევე სხვადასხვა კონსტრუქციების დაზიანების შემდგომ დაზიანდა მანქანები, თუმცა საბედნიეროდ მოქალაქეები არ დაშავებულან. ამ წუთებში ჩვენ ქუჩებში რომ გავიარეთ, ამ წუთებში ვნახეთ, რომ მოქალაქეები თავისი ძალებით ცდილობენ ამ კონსტრუქციების დაშლას, მანქანების გამოყვანას და როგორც გითხარით, სხვადასხვა ადგილებზე მისასვლელი ტერიტორიის ნიჩბებით გაწმენდას. რაც შეეხება ზოგადად ბათუმში ვითარებას, ჩვენი ინფორმაციით ელექტროენერგია, გაზი და წყალი ამ წუთებში აბონენტებს მიეწოდებათ, შეუზღუდავად, თუმცა შედარებით რთული ვითარება ქობულეთსა და მაღალმთიან აჭარაში. ბუნებრივია გაცილებით დიდია თოვლის საფარი, როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ქობულეთის რიგ სოფლებში, მისასვლელიც გზებიც ჩაკეტილია, ადამიანები ითხოვენ დახმარებას, გზების გაწმენდას და ასევე პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც.